ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფონდში ქალაქის წარსულის შესახებ საკმაოდ მდიდარი მასალაა დაცული, მათ შორისაა ყველა დროის მმართველობის ამსახველი ფოტოები. ამ ფოტოზე ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლი და გუბერნიის მარშალი დათა ნიჟარაძეა. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა, რომ ქართველი ხალხი დაეცვა მეფის ცარიზმის, ასე რომ ვთქვათ, შემოტევისაგან და მან ძალიან დიდი წვლილი შეასრულა იმაში, რომ აი მაგალითად ძალადობრივად გადასახლებისაგან გადაარჩინა ბევრი ქართველი ადამიანი. ქუთაის 140 წლიანი მმართველობის ისტორია აქვს. პირველი თვითმმართველობის არჩევნები ქალაქში 1875 წელს ჩატარდა. იმ დროისათვის ქალაქის თავს გუბერნატორი ნიშნავდა. მაშინდელ ხელისუფლებას საკუთარი შენობაც კი არ ჰქონდა და სხდომები კერძო სახლებში ტარდებოდა. ქუთაისის პირველი მერი თავადი ნიკოლოზ აბაშიძე იყო. შემდეგ კი ლუკა ასათიანი. არჩევნები ტარდებოდა ქონებრივი ცენზის მიხედვით და არა ვთქვათ წოდებრივი ცენზის მიხედვით, როგორც ადრე იყო, ხმებს აძლევდნენ ქონების მიხედვით, მდიდრები, საშუალოები და ღარიბები. განსაზღვრული იყო ზუსტად მათი ქონება, მაგრამ პროპორცია იყო პრაქტიკულად ერთი და იგივე და პირველი თვითმმართველობაში ქუთაისში დაახლოებით 52 პლუს ქალაქის თავი იყო 18 პირველი და მეორე ქონებრივი ცენზის წოდებიდან და 17 მესამედან. პრინციპში პარიტეტი არ იყო დარღვეული და ქალაქის პირველ თავად დანიშნული იქნა, მას არ ირჩევდნენ სხვათა შორის, იმიტომ რომ პირველი მმართველობები, იგივე თვითმმართველობები, გუბერნატორი ამტკიცებდა უпростоრად მათ გადაწყვეტილებას. პირველი ქალაქის თავი იყო თავადი ნიკოლოზ აბაშიძე. პირველი თვითმმართველობა ქალაქის ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, იმდროინდელი ეპოქა, გამოუცდელობა და რაც მთავარია და რაც ყოველთვის ჩვენ ქალაქს აწუხებს სახსრების უქონლობა. 1878 წელს ვადა როდესაც 4 წლიანი იყო ეს, მაგრამ ცოტა ადრე ნიშნავდნენ ქალაქის თავს, გადაწყვიტეს ქალაქის თავად დაენიშნა ძალიან ცნობილი პიროვნება, ხშირად ამბობენ რომ ეს იყო პირველი ქალაქის თავი, მაგრამ ის არ იყო პირველი, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი ქალაქის თავი იყო. პირველი როგორც თვით იყო ნიკოლოზ აბაშიძე, მეორე იყო ლუკა ასათიანი. ლუკა ასათიანი იყო კოლეგიის ასესორი, არ იყო ეს დიდი თანამდებობა და შესაბამისი განათლებას დიპლომი არ ჰქონდა მას ეს თანამდებობა რომ დაეკავებინა, მაგრამ ქალაქის მესვეურებმა თხოვეს მას და ძლივს დაითანხმეს ამ თანამდებობაზე. და ლუკა ასათიანი ორჯერ იყო ქალაქის თავი, ის შეუდგა ძალიან ეფექტურ მუშაობას, მან მოახერხა რომ ზედმეტი ხარჯები, შეწერილი ხარჯები რაც იყო ქალაქს ის გაეუქმებინა და ხარჯების დიდი ნაწილი, გადასახადების დიდი ნაწილი ქალაქში დარჩენილიყო. მმართველობის ეს სისტემა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიცვალა. იქმნება დეპუტატთა საბჭოები, აღმასკომი და რაიკომი. აღსანიშნავია, რომ საბჭო მხოლოდ სამეურნეო საქმიანობით შემოიფარგლებოდა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. ქალაქს მეთაურობდა კომუნისტურ პერიოდში 1921-დან 1990 წლის ჩათვლით შეიძლება ითქვას პარტიის ქალაქკომი, რომელიც შემდეგ დანაწილდა ორ რაიკომა, ლენინისა და ავტოქარხნის რაიონის, რადგანაც 200.000-იანი გახდა ქუთაისი, ხოლო რაც შეეხება დეპუტატთა აღმასრულებელ საბჭოს, რომელსაც ეხლაც იცნობს როგორც აღმასკომი, მას რეალური რაიმე მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ სამეურნეო ფუნქციებით შემოიფარგლებოდა, ისიც შეზღუდული სამეურნეო ფუნქციებით, რადგანაც კომუნისტური პარტიის დიქტატი იყო დამორჩილებული, ყველაფერი ხდებოდა ცენტრიდან და თვით ინიციატივა ქალაქში ძალიან მცირე იყო. ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ დრებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიას და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდეს და უპროვატესად დავამარცხებთ. 1990 წლის 28 აპრილს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მაშინ ხელისუფლებაში მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო მოვიდა. შეიცვალა მმართველობის სისტემა. ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მაშინდელი მმართველობა არაეფექტური იყო, რადგან პრეფექტურის შექმნით ქალაქის მნიშვნელობა დაკნინდა. ერთი პრეფექტი ყავდა მხოლოდ ქუთაისს, ცნობილი მეცნიერი აკადემიკოსი არჩილ კოსტავა და შემდეგ, როდესაც იცვლება
ხელისუფლება ქალაქში პუტჩის შედეგად, ეგრეთ წოდებული პუტჩის შედეგად, სამხედრო გადატრიალების შედეგად გამგეობა შეიქმნა ქალაქის, ხოლო შემდეგ უკვე 93 წელს დაინიშნა ქალაქის მერი და ფუნქციურად გაიზარდა, ასე ვთქვათ, ქუთაისის მნიშვნელობა შეიძლება, მაგრამ რეალურად ეს არ გაზრდილა და ქალაქის მერი ყავს იქედან მომყოლებული ქუთაისში. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ქუთაისში მერის არჩევნები არ ჩატარებულა. საკრებულოს მიერ დანიშნული მერები კი სწრაფად იცვლებოდნენ. 2003 წლიდან დღემდე ქალაქმა 15-მდე მერი და მერის მოვალეობის შემსრულებელი გამოიცვალა. ახლა კი ქალაქი არჩევნების მოლოდინშია და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქს კვლავ არჩეული მერი ეყოლება. ფოთის ისტორია 26 საუკუნეს ითვლის. მის ადგილას არსებობდა ანტიკური ქალაქი ფაზისი, რომელიც პირველად ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის წერილობით წყაროებში ხსენიება. ფაზისი ევროპა-კავკასია აზიის ძირითადი პუნქტი გახდათ. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფოთი მეზობელ ქვეყნებს შორის ქიშპობის საგანს წარმოადგენდა. 1578 წელს იგი თურქებმა დაიპყრეს. მათგან გათავისუფლება მხოლოდ 1828 წელს გახდა შესაძლებელი. 1858 წლის 18 ნოემბერს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა დებულება, რითაც განისაზღვრა ქალაქის დასახლების წესი და მმართველობის სისტემა. 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი ქალაქად გამოცხადდა. პირველი თვითმმართველობა ამ ქალაქში 1882 წლიდან შეიქმნა. იგი 14 კაციანი იყო, მას ივანე ვახამოვი, მოგვიანებით კი ნიკო ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. მასში ირიცხებოდა საზოგადო მოღვაწე იონა მეუნარგიაც. ქალაქ ფოთის თვითმმართველობა არის ერთ-ერთი უძველესი თვითმმართველობა საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს პირობებში, რამე თუ ქალაქ ფოთის თვითმმართველობას ათარესილებს 1882 წლიდან ეს იყო ფაქტობრივად მეორე ქალაქი საქართველოში, რომელმაც მიიღო თვითმმართველობა რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, რაც შეეხება მე-19 საუკუნის თვითმმართველობას, მასში საკმაოდ განათლებული ადამიანები იყვნენ. ეს არის პირველი პერიოდი, რომელიც 1882 წლიდან იწყება და 1917 წლით სრულდება პირველი ციკლი ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ისტორიისა. ამ დროიდან 1917 წლის რევოლუციამდე მეფის რუსეთის იმპერიის პერიოდში დაარსებული საქალაქო თვითმმართველობა მართავდა ქალაქს. 1818-1921 წლებში ფოთის სათავეში დემოკრატიული თვითმმართველობა მოდის. 1921 წლის მარტიდან 20-იანი წლების ბოლომდე ქალაქს მართავს რევკომი, რომელიც 30-იანიდან 90-იან წლებამდე კომუნისტური სისტემის კვალდაკვალ იცვლის მმართველობის ფორმას და ქალაქს განაგებს საქალაქო და აღმასრულებელი კომიტეტი. 1991 წლიდან ფოთს პრეფექტურა განაგებს, 1995 წლიდან კი მას მართავს მერია. დღეს ფოთის ყოფილი მერი იხსენებს, რომ 1998 წელს არჩეული საკრებულო შეზღუდული უფლებების, თუმცა მრავალპარტიული იყო, რაც დემოკრატიული თვითმმართველობის წინაპირობას წარმოადგენდა. ქალაქის მერი ინიშნებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ და საკრებულოს უფლებები იყო ძალიან შეზღუდული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ცალსახად შემიძლია დღეს ვთქვა, რომ საფუძველი დღევანდელ მოცემულობას, დღევანდელ რეალობას, როდესაც რეალურ თვითმმართველობაზე ვსაუბრობ, აი სწორედ იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი და საკრებულო იყო ძალიან მრავალპარტიული. 7-8 პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი. ეს ერთგვარ უხერხულობას მიქმნიდა მე როგორც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაგრამ ისევ დღევანდელი გადასახედიდან მე მივიჩნევ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას ქალაქის რეალობაში. 2006 წლიდან ფოთი თვითმმართველი ქალაქი ხდება. ფოთის ისტორიაში წელს პირველად ამომრჩევლები მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. სპეციალური კომისია, რომელსაც ბათუმში პირველი თვითმმართველობის დაარსების ბედი უნდა გადაეწყვიტა, 1887 წელს შეიქმნა. სტატუსის მისანიჭებლად მთავარ მმართველის დათანხმებას ბათუმელებმა წელიწადი მოანდომეს. პირველი თვითმმართველობის არჩევნები 1888 წლის აგვისტოში გარკვეული პირობის სანაცვლოდ ჩატარდა. ქალაქის თავი, ანუ მერი დანიშნული უნდა ყოფილიყო. თვითმმართველობის მომდევნო არჩევნები 1894 წელს ჩატარდა. 36 ხმოსანი მოსახლეობამ უკვე პირდაპირი
წესით აირჩია. არჩეულმა ხმოსნებმა კი ასევე ერთწლიანი წინააღმდეგობის შედეგად 1895 წელს დაასახელეს ქალაქის თავიც. იგივე განმეორდა 1898 წლის არჩევნებზეც. ქალაქის თავად არჩეული იქნა ლუკა ასათიანი და არჩეული იქნა ბათუმის მოსახლეობის მიერ არჩეული ხმოსნების მიერ. ცალკეული ლოკალური საკითხები თვითმმართველობასთან არსებულ თითქმის ყველა მიმართულების კომისიებში იხილებოდა. აქ იყო განათლების კომისია, ცალკე კულტურის კომისია, ცალკე ჯანდაცვის კომისია, სოციალური კომისია, ასევე წყლით ქალაქი, წყლით მომარაგების კომისია იყო და ბათუმში სასტუმროებისა და აბანოების მშენებლობის კომისიაც. ლუკა ასათიანის გარდაცვალების შემდეგ 1901-1916 წლებში ქალაქს ივანე ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი მეფის რუსეთის დროინდელი ბათუმის უკანასკნელი მმართველი იყო, რომლის შემდეგაც ქალაქს პოლიტიკური ვითარების მიხედვით კვლავ დანიშნული ქალაქის თავები მართავდნენ. ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლისთანავე თვითმმართველობას სახელი შეეცვალა და მას ქალაქის საბჭო ეწოდა, რომელიც ფიქტიურ ორგანოდ იქცა. ფუნქცია დაკარგული ორგანო საბჭოთა ეპოქაში საქალაქო კომიტეტის დანამატი გახდა. ისტორიკოსის შეფასებით ბათუმში არაფერი შეცვლილა ასლან აბაშიძის მმართველობის დროსაც, მხოლოდ ტერმინი მერი დამკვიდრდა. ეს იყო არაფრის მთქმელი ორგანო, იქ პირდაპირ ნიშნავდა ასლან აბაშიძეს და წინა კომუნისტური პერიოდის პირდაპირ ნიშნავდა და ეს იყო მისი ნება-სრულივლის შემსრულებელი. საერთოდ არ ტარდებოდა არავითარი საკრებულოს ხდომები. არც საკრებულოს წევრები საერთოდ თუ არსებობდა ბათუმის მოსახლეობა არც კი იცოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ არჩევნებმა კონკურსის სახე მიიღო და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. კანდიდატურებს სპეციალური კომისია განიხილავდა. მოგვიანებით თვითმმართველობა არჩევითი მერიკი დანიშნვითი გახდა. საკრებულოს წევრები, რომლებსაც მოსახლეობა მხარს უჭერდა, ამტკიცებდნენ ქალაქის მერს, კანდიდატს კი საკრებულოს თავმჯდომარე ასახელებდა. ისინი თვითმმართველობის განიხილავდნენ არა რაღაც წარმომადგენლობით დემოკრატიული სრულყოფილ ორგანოებს, არამედ გაგრძელებას ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ბიუროკრატიის ამდენად ის ცვლილებები, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, ეს არ იყო მოსული ევროპულ ხარტიის სრულყოფილ მოთხოვნებთან. ბათუმის სრულყოფილ ტერიტორიული საზღვრები იმდენად არის გაფართოებული, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს კონსულტაციები, ანუ ევროპული ხარტიის ეს მეხუთე მუხლი მთლიანად იქნა დარღვეული და როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ პრაქტიკულად მოსახლეობასთან არანაირი ტიპის სრულყოფილ შეთანხმება ამ მიმართულებით არ არსებობდა. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად ჩატარდება. პირველად ბათუმის თვითმმართველობის ისტორიაში როგორც უბნის მაჟორიტარის, ისე მერის არჩევისას თითოეული მოქალაქე ინდივიდუალურ არჩევანს გააკეთებს. ამას ახლავს თან ესეთი ჩანაწერი, რომ საკრებულო, რომელიც იგივე არჩევითის გზით ხდება, მისი ფორმირება შეუძლია რომ უნდობლობა გამოუცხადოს მერს. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან იქნა შეფასებული ერთ-ერთ უარყოფით ფაქტად, რადგან როცა პირდაპირ ირჩევ მერს, არ შეუძლებელია იგი საკრებულოს მიერ იქნას გადაყენებული. შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციამ გაუწიეს რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ამის ცვლილება, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ცვლილება არ განხორციელებულა. ეს ბერკეტია იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს მანდატი მიიღეს მოქალაქეებისაგან, ამიტომ აქ არადემოკრატიული არაფერი არ არის. მესამე სექტორის მიერ დანახული საფრთხეების მიუხედავად პოლიტიკურ ნებელობას უსვამს ხაზს ადამიანი, რომელიც მომავალი მოწვევის საკრებულოს წევრობის კანდიდატია. არჩევნები რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება, ეს დამოკიდებულია უკვე პოლიტიკურ ნებაზეც, ვინაიდან ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციურ ძალას მისცეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარება. საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ არჩევნების დღეწინა საარჩევნო კამპანიაც, ეს არჩევნების შემადგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი საერთო ჯამში წარმოადგენს სამართლიან არჩევნებს. მმართველი გუნდის წევრი კი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას გაყალბებები არ სჭირდება. ყოველთვის კანონები ქონდა ნორმალური, მაგრამ ნებელობა იყო ძალიან დაბალი. თავარია ნება იყოს სამოქალაქო, ნება იყოს ხელისუფლების, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს ნორმალურად. ქართულ ოცნებას არ სჭირდება გაყალბება. ეს ცალსახაა. თუ რაღაც მსგავსი შემთხვევები იქნება, მე ვფიქრობ, რომ კანონი არის უზენაესი. რამდენად დემოკრატიული იქნება პროცესი და გამართლდება თუ არა საზოგადოების მოლოდინი, ამას არჩევნებზე გავიგებთ, რომელიც არც ისე შორსაა, თუმცა ბათუმელები დარწმუნებულები არიან, რომ შედეგი სასურველი იქნება.